არასამთავრობო ორგანიზაციები ნაციონალური მოძრაობის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის რეგისტრაციიდან მოხსნას ითხოვენ. გიორგი კარბელაშვილს ბრალი ამომრჩევლის მოსყიდვაში ედება. კასპის რაიონის სოფელ ქვემოჭალის მოსახლეობა აცხადებს, რომ წმინდანი ძმების კარბელაშვილების ხსენების დღეს ადგილობრივებს გიორგი კარბელაშვილმა 500 კაციანი სუფრა გაუშალა. თავად მაჟორიტარობის კანდიდატი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მის ეზოში პურმარილი სოფლელებმა მიიტანეს. გადაიხადა კაცმა და იქიდან მოიყვანა ზოგი აქედან იყვნენ. კარბელაშვილის მიერ ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მოკვლევა უკვე დაიწყო. არასამთავრობოები ფაქტის შესწავლას და რეაგირებას მოითხოვენ. რახან პრესაში დაიბეჭდა და რადგან ჩათვალეთ, რომ მოკვლევა მიმდინარეობს და სიახლეების შესახებ ავტვირთავთ საიტზე ინფორმაცია. კარბელაშვილის ამომრჩეველზე ეს სუფრა პირდაპირ გავლენას ვერ მოახდენდა, თუმცა თუ კი აქ იყო საუბარი პოლიტიკურ პარტიაზე, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა დარღვევა და კონტროლის პალატა ამით უნდა დაინტერესდეს. ქვემოჭალის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ 6 სექტემბერს წმინდა ძმები კარბელაშვილების ხსენების დღეს სუფრისთვის ფული სოფლის მოსახლეობამ შეაგროვა. ადგილობრივები კი ამბობენ, რომ დღეობაზე 500 ადამიანს კარბელაშვილი გაუმასპინძლდა. მათ სუფრაზე არაფერი მიუტანიათ. სუფრა გაშალა სოფელმა. დღეობა დღე იყო. დღეობა დღესა ყველას თავისი მოაქვს სუფრაზე. მის ეზოში გაიშალა სტუმრებისთვის სუფრა და ხარჯებით რამდენადაც ვიცი თვითონ გაიღო. კარბელაშვილის აი ამ სიცრუემ რომ სოფელმა გაიღო თანხაო, მოიტანა დიდი გაუგებრობა რა, იმიტომ რომ ეს იმ წუთშივე გახდებოდა ცნობილი, იმიტომ რომ არავის თანხა არ დაუდია. თავად ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მეცხრეებთან კომენტარს არ აკეთებს. ინფოცხრასთან კი აცხადებდა, რომ მათი სახლის ეზოში სუფრა სოფლის ხარჯით მომზადდა. ბატონი გიორგი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. ერთადერთი აგიხსნით უბრალოდ. ვისი სახსრებით ხდება სუფრას მეკითხები ამ დღეს? სოფელმა გააკეთა ეს ყველაფერი და იმანდა რა შეკითხება. დაარღვია თუ რა კარბელაშვილმა კანონი ამ კითხვით ნაციონალურ მოძრაობასაც მიუმართეთ, თუმცა მმართველ პარტიაში კომენტარს არ აკეთებენ.